მშვიდობისა საქართველოს დღეს 11 ივლისია უყურებთ კურიერს 8 საათზე. საზოგადოების ინფორმირებულობა თუ რატომ არ უნდა მივიდნენ არჩევნებზე, ასეთია ნაციონალური მოძრაობის გეგმა თვითმმართველობის არჩევნების ჩასაშლელად. სააკაშვილის პარტიის მიერ გაჟღერებულ განცხადებას კი სერიოზული კომენტარით ვერ აფასებენ ოპოზიციაში. პარტია გირჩის ლიდერის იაგო ხვიჩიას თქმით, ყოფილ სახელმწიფო პარტიას რომ ჰქონდეს რესურსი რაიმეს ჩასაშლელად, ჯერ მიხეილ სააკაშვილს გაათავისუფლებდნენ. ძალიან მნიშვნელოვანი არის პატიშორის ჩვენი ამომრჩევლის, ჩვენი საზოგადოების ინფორმირება იმასთან დაკავშირებით, რომ მათ არ მიიღონ მონაწილეობა ეგრეთ წოდებულ თვითმმართველობის არჩევნებში. თქვენ გულისხმობთ იმას, რომ ჩვენ შევხვდებით საზოგადოებას, ჩვენს ამომრჩეველს და ამ ყველაფერს ავუხსნით და დავარწმუნებთ იმაში, რომ დიახ ისინი არ უნდა მივიდნენ მონაწილეობის მისაღებად. დიახ, ჩვენ ამას ვიზიარებთ, ჩვენ ამას პირდაპირ ვაცხადებთ. მე არჩევნების ჩაშლას მე ნაკლებად მჯერა ასეთი რაღაცების, იმიტომ რომ ასეთი სიმამაცის იმედი რომ მქონდეს ნაცებიდან, მიშა გამოხსნილი იქნებოდა მინიმუმ. ჩვენ თავიდან ვეთქვით, რომ ჩვენ ვღებულობდით არჩევნებში მონაწილეობას, რაც შეეხება სხვა დანარჩენ პარტიებს, მათ დღემდე ვერ გაუკვირვიათ ერთმანეთში შლიან, რიგდებიან, ჭუბობენ თუ რა შვებიან, ამიტომ მე არ შევდივარ და შეგნებულად არ ვიძლევი სერიოზულ კომენტარებს ამასთან დაკავშირებით. უმრავლესობაში აცხადებენ, რომ ოპოზიციის მხრიდან რადიკალიზმის მცდელობა ახალი არ არის. მათი განმარტებით არჩევნების ჩაშლა არ გამოუვათ. მმართველ გუნდში ოპონენტებს ახსენებენ, რომ ამომრჩევლისთვის ხელის შეშლა და საარჩევნო უბნების საბოტაჟი კანონით დასჯად იქმედება. ექსტრემიზმი ზუსტადაც რომ ჯდება აი წინასწარ განცდებში და შეგრძნებებში, რომ ნაციონალური მოძრაობა თვითმმართველობის არჩევნების შემდგომ და ამ წლის ბოლოსთვის, როდესაც ჩვენ ალბათ დავაინიცირებთ საკონსტიტუციო სასამართლოში ამ პარტიის აკრძალვას, ანტიქართული პარტიის აკრძალვას, ისინი უკვე წინადგრძნობით ხვდებიან, რომ ყველაზე რადიკალურ ნაბიჯებზე უნდა წავიდნენ და ეს არის დემოკრატიული პროცესის ხელშეშლა. ისინი 2004 წლიდან არჩევნების ჩატარებას ხელს უშლიან საქართველოში. მათ შორის მაშინაც, როდესაც თვითონ იყვნენ ხელისუფლებაში, მაშინაც ხელს უშლიდნენ ნორმალური არჩევნების ჩატარებას და სხვათა შორის ეს არაერთხელ აქვს დაფიქსირებული იგივე ეუთო ოდირის სადამკვირვებლო მისიას. თუმცა ამ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, ისინი ვერანაირად ხელს ვერ შეუშლიან ამ არჩევნების ჩატარებას და თუ ხელს შეუშლიან და კანონს დაარღვევენ, შესაბამისად სახელმწიფო მათ პასუხს გასცემს. ნაციონალური მოძრაობის ლიდერი ანა წითლიძე ხაზარაძე ჯაფარიძის პარტიის შემდეგ ახლა ყოფილ პრემიერის პარტიას უპირისპირდება და ამბობს, რომ წინა არჩევნებში მათ მუნიციპალიტეტებში კოალიცია შექმნეს. გახარიას პარტიაში ყოფილ სახელისუფლებო პარტიას წითელ ხაზად მიიჩნევენ და ანა წითლიძეს ქართული ოცნების შტატგარეშე კოორდინატორად მოიხსენიებენ. თავად ქართულ ოცნებაში კი ამბობენ, რომ გახარიას გადადგომის მიზეზი ნიკა მელიას დაკავება იყო, რამაც კიდევ ერთხელ დაადასტურა მათი თანამშრომლობა ნაციონალურ მოძრაობასთან. ასევე განმარტავენ, რომ კოალიცია, რომელიც 2021 წელს შეიქმნა, კვლავ არსებობს. ჩვენ შეჩვეულები ვართ ნაციონალური მოძრაობისგან, იმიტომ რომ 13 წელია ვუყურებთ ესე ტყუილი დანაპირებით, ტყუილი არგუმენტებით, როგორც ცდილობს, რომ შესძინოს უპირატესობა ქართულ ოცნებას, აქაც ქალბატონი ანა წითლიძე დაფასდა იმისთვის, რომ ფაქტიურად დაშალა ზუგდიდში ნაციონალური მოძრაობის ორგანიზაცია, შემდეგ გადმოვიდა თბილისში და აქ დაწინაურდა და გახდა უკვე ქართული ოცნების კოორდინატორი, შტატგარეშე კოორდინატორი. თანამშრომლობის მდიდარი გამოცდილება აქვს. დაიწყო იმით, რომ გახარია გადადგა ნაციონალური მოძრაობის იმდროინდელი თავმჯდომარე ნიკა მელიას გამო. მათ ამ კოალიციის შექმნის საშუალება მიეცათ რამოდენიმე საკრებულოში და შექმნეს და დღემდე ეს კოალიცია არსებობს, არ დაშლილა. გამომდინარე აქედან ეს არის ფაქტი, რომელიც არსებობს. გახარიასთვის დამახასიათებელია, ასე ვთქვათ, ტყუილი და ბუნდოვანების შექმნა, მაგრამ უკვე ხალხი გაერკვა, რომ მის ამ ტყუილებს ეფექტური ძალა აღარ აქვს. უკრაინაში ომი გრძელდება, რამდენიმე ოლქში საჰაერო განგაშია გამოცხადებული მოსახლეობას თავშესაფარში გადასვლისკენ მოუწოდებენ. აფეთქებების ხმა ისმის სუმში და ხარკოვში, სადაც ოკუპანტებმა უპილოტო საფრენი აპარატები გაუშვეს. მსხვერპლი მოჰყვა თავდასხმას ლიპეცკის ოლქზე, განადგურებულია სამოქალაქო ინფრასტრუქტურა, მათ შორის საცხოვრებელი სახლები. გაეროს მონაცემებით ივნისის თვეში უკრაინაში 222 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, დაშავებულია 1343.
კალიფორნიაში ძალობანებმა კანაფის პლანტაციებში რეიდები ჩაატარეს, რა დროსაც სამართალდამცველებსა და მიგრანტებს შორის დაპირისპირება მოხდა. შეტაკებების დროს გამოიყენეს ცრილმსადენი აირი. პოლიციამ მეურნეობაში დასაქმებული 100-მდე პირი აიყვანა, ისინი სავარაუდოდ ქვეყანაში არალეგალურად იმყოფებოდნენ. და ისევ საქართველოს ონის მუნიციპალიტეტში საგზაო სამუშაოები გრძელდება, მიმდინარეობს სოფელ წედისამდე მისასვლელი გზის მოწყობის სამუშაოები, სადაც დაიგება ასფალტ-ბეტონის საფარი. სამუშაოები რეგიონში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან და ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება. ონის მუნიციპალიტეტში აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა მოწესრიგება სხვადასხვა თემში. ამ დროისთვის ჩვენ ვიმყოფებით სოფელ წედისში, სადაც მყარი საფარით მოეწყობა დაახლოებით 2 კილომეტრის მონაკვეთი და მოსახლეობას შესაძლებლობა ექნება სოფლამდე მისასვლელი გზით ისარგებლოს შეუფერხებლად. ფოთის შავი ზღვის კარიბჭე, სადაც მემკვიდრეობა ხვდება ახალ შესაძლებლობებს. ამ სლოგანით ფოთის მუნიციპალიტეტმა ქალაქის ბრენდირება დაიწყო. ფოთის მაიდენტიფიცირებელი ახალი ფერების, ლოგოტიპის და სლოგანის პრეზენტაცია ქალაქის მერმა წარადგინა. პროექტის ფარგლებში წარმოჩენილია ფოთის როგორც ზღვისპირა საპორტო ქალაქის იდენტობა, მისი უნიკალური გეოგრაფიული მდებარეობა და ქალაქის ურბანული სტრუქტურა. ჩვენი გუნდი მუშაობს იმაზე, რომ ქალაქში შექმნას ახალი შესაძლებლობები, განვითარების ახალი ეტაპები, შესაბამისად ამ განვითარების კვალდაკვალ ჩვენ მიზანშეწონილად ჩავთვალეთ ქალაქის ახალი ბრენდ სტრატეგიის შექმნა, რომელიც დღეს წარუდგინეთ აქ მოსულ სტუმრებს. აღნიშნული ბრენდინგით ფოთი გვერდებათ მემკვიდრეობაზე აგებულ ახალ ენერგიას, ქალაქს, რომელიც ვითარდება, მოძრაობს და აერთიანებს საზღვაო ძალას კულტურულ მემკვიდრეობასთან. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე მაგიდის ჩოგბურთის ფედერაციაში სპორტსმენებსა და კლუბის ხელმძღვანელებს შეხვდა. დაესწრო ვარჯიშებსაც დაათვალიერა სპორტული ინფრასტრუქტურა. გიორგი ჯინჭერაძემ დევნილებში სპორტის პოპულარიზაციის აუცილებლობასა და აფხაზეთის მთავრობის მხრიდან ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციის მხარდაჭერაზე ისაუბრა. მე და ჩემი გუნდი ვასპარეზობთ აფხაზეთის სახელით ტურნირებზე. ვემზადებით ამ დარბაზში გვაქვს ინტენსიური ვარჯიშები. ამჟამად ვემზადები ევროპის ჩემპიონატისთვის, ყველაფერს ვაკეთებ იმისთვის, რომ ღირსეულად წარვადგინო ჩემი გუნდი და ქვეყანა საერთაშორისო ასპარეზზე. აფხაზეთის მთავრობის მთავარი პრიორიტეტია და ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მიმართულებაა სპორტის ხელშეწყობა. ეწვიეთ მაგიდის ჩოგბურთის გუნდს დიოსკურიას, სადაც გავეცანით მათ სპორტულ საქმიანობას. აფხაზეთის მთავრობა სამომავლოდ აქტიურ მხარდაჭერას გამოუცხადებს მათ და ზოგადად სპორტის მიმართულების განვითარებას. ასეთი იყო ახალი ამბები ამ დროისთვის. სხვა სიახლეებს შეგიძლიათ გაიცნოთ ჩვენს ვებგვერდზე rustavio.gt. განახლებული ინფორმაციით დაგიბრუნდებით 9-ზე.